მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია. პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური, ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავდაბალი. საუკეთესო ჩემ თვისებებს მიეკუთვნება და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი 2-20 სიტყვას. არ ვყოფილ ვარ არასოდეს რეპორტიორად, არ ვყოფილ ვარ ასოთა მწყობი, არ განმიცდი ასოების ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი. არც დიდ ქუჩებში მიმუშავია ფეხსაცმლის მწმენდავად. წარმოიდგინეთ, აფრიკაშიც კი არ ვყოფილ ვარ და ლომიც კი არ მომიკლავს და ამის შემდეგ ალბათ აღარც გაგიკვირდებათ, რომ არ მყოლია მეგობარი არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი, არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ზანგი, არც კომუნისტი, არც სომეხი, არც რუსი, არც დანტე, არც ვაიტმენი, არც ტოლსტოი. მიყვარდა მხოლოდ ბედის წერა, როგორც ერთობა კაცისა და ბუნების ყველა კანონების. მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ბნებით, თავისი ბედით. დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა. მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით, მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით და მიყვარს ლენინი, რატომ არ ვიცი. მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით და კაცი თავისი ნერვიული ხმით. წინასწარ მეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა მისი წინასწარ ჭვრეტა. კაცში არ მიყვარს თავდაბლობა. ძაღლში კი ის რომ ყეფა არ იცის მებიცი, ცოცხალ სამყაროს აქვს 2 ხმა, კაცის და მხეცის, მორუსთაველო, მესხომელექსევ, ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო, ჩემო სამშობლო საქართველო მცხოვრებო ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი, დიდო სამყარო რატომ გარიყე ის ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით, გრძნობს შენ თავს, გამოგხატავს შენ ღერის შენზე, გრძნობებზე, ომში ვაჟკაცობაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ბრძოლაში მშვიდობაზე, ღერის ისე რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობის, უბედის წერა, უსამართლო, თუ სამართლიანო. რატომ ტოვებ ჭრდილში ყოველთვის რუსთაველს და საქართველოს, რატომ? ხომ არ გეშინია შენი თავის? აქ არის ყველაზე მეტი ბრანჭია, ყველაზე მეტი უსაქმური, ყველაზე მეტი მშიშარა. აქ არ არის კონტრასტი, აქ არიან მღდალები და ნაღდები, აქ არიან არტისტები ცხოვრებაში. უიღბლოები ნამდვილ სცენაზე. აქ არიან უხმო მომღერლები, დამალეთ. ეს ქვეყანა